ახალი ამბები პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოადგილებთან ერთად ჟურნალისტებს უწყების სამსახურიდან მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო წინამთავრობის განკარგულებებსაც, რომელიც დავით ნარმანიას უწყების განცხადებით გამარტივებული წესით შესყიდვებსაც გულისხმობდა. მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ 2012 წლის 9 თვის შეუსრულებელ სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით 2012 წლის 9 თვის მონაცემებით სამუშაოების მხოლოდ 57%-ია შესრულებული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ ივლისში გამოცემული განკარგულების შემდეგ, რომელიც რეალურად სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას რო დაეწყო დაახლოებით 2 მილიონი სამუშაოების შესრულებას მოასწრებდა და ეხლა სრულად ვერ მოხდებოდა იმის რეაბილიტირება იმ მონაკვეთის კობიგუდაურის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მონაკვეთი მაინც იქნებოდა მიყვანილი. ეხლა ამ ყველა ორი მთავრობის განკარგულებით გვაქვს ფაქტი. არ არის სამუშაო განხორციელებული, კომპანიას, რომელსაც აქვს სავარაუდოდ პრობლემები და გაჟღერებული არის, ავანსად აქვს აგებული თანხა და მისი გარანტია არ აქვს წარმოდგენილი, ესეც მთავრობის განკარგულებით. აი ამასთან გვაქვს საუბარი. ეხლა დანარჩენი იყო რაიმე სამართალდარღვევა და გარიგების სახით რაიმე ინტერესი, ამას ჩვენ ვერ შევისწავლით. ესაა შესაბამისი სამსახურების, რომელსაც გადავცემთ ამ ინფორმაციას.